გამარჯობა. დღეს მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი იმის შესახებ, თუ რატომ არიან ქართული ეკლესიები განსაკუთრებულნი და როგორ უკავშირდება მართლმადიდებლობის ღირებულებები ევროპულ იდეოლოგიებს. ქართული ეკლესიები ასახავენ არა მხოლოდ არქიტექტურულ სილამაზეს, არამედ საკმაოდ ღრმა სულიერ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ქართულ ხალხს აერთიანებდა. ეს ტაძრები ყოველთვის იყო ადგილი, სადაც პიროვნება თავისუფლად საუბრობდა ღმერთთან, საკუთარი სინდისითა და რწმენით. საქართველოს ეკლესიები ხშირად გვახსენებენ, რომ რწმენა, სიყვარული და მშვიდობა თავისუფლების მთავარი საფუძველია. ეს იდეები არა მხოლოდ ქართული, არამედ უნივერსალური ღირებულებებია. ქრისტეს ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს და დამსახურება საქართველოსა და ქართული კულტურის წინაშე. ჩვენი ეკლესია უმდიდრესი და უძლიერეს მემკვიდრეობას ფლობს სულიერი და გონებრივი თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბევრი თქმულა და იმედია მომავალშიც ითქმება, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიტყვებს, რომელიც მერვე საუკუნის დიდი ჰაგიოგრაფის, წმინდა აბოთფილელის მარტვილობის ავტორის იოანე საბანიძის კალამს ეკუთვნის. წმინდა სარწმუნოება არა მარტო საბერძნეთმა მოიპოვა, არამედ მისგან შორს მყოფმა ქვეყანამაც საქართველომ, რომელიც დედად წმინდათა მოიხსენიება. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ეკლესია წმინდანების მშობელი, ანუ წმინდანების წარმომშობელი ეკლესიაა და მართლაც საქართველოს ეკლესიამ ჭეშმარიტ კათოლიკე ეკლესიას შემატა არაერთი და ორი ღირსი მამა და დედა. მის წიაღში დაიწყო ბევრი ქართველისა და არაქართველის მოწამეობისა და მოღვაწეობის აკვანი. ამ ადამიანებმა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის თვალშეუდგამის სალორს არა მარტო სრულყოფილად გაცნობა და შეფასება შეძლეს, არამედ იმ მასშტაბის შემოქმედებითი ენერგია გამოავლინეს, რომელმაც ხსენებული სარარო გაამრავალფეროვნა და გაამდიდრა. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. ამ მხრივ მარტო მოქცევა იქ ქართლისა ის წმინდა ნინოს ცხოვრებისა და საქართველოს გაქრისტიანების ამსახველი წიგნის დასახელებად საკმარისია. ქრისტეს მოძღვება და ასახარების სული იქ ისეთი სიღრმით და სისავსით არის წარმოჩენილი, ისეთი ჰუმანიზმი იკითხება მის სტრიქონსა და სტრიქონს შორის, კაცთა შორის მშვიდობისა და სათნოების, ისეთი პათოსი იხილვება, რომ ამ წიგნს სრულყოფილად შეუძლია დამხმარე სახელმწიფოს მოვალეობის შესრულება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების და განვითარების გზაზე. მის ხალითაც არ გადავაჭერბებთ, თუ ვიტყვით, რომ მოქცევა იქ ქართლისა ის ძნელად მოეძებნება ბადალი ქრისტიანული მისიოლოგიისა და ზოგადად წევლობის საგანძურში. მოხედა ღმერთმან წყალობით ქვეყანასა ამას და მოგვივლინა ქადაგი ჭეშმარიტების აი ნინო, დედოფალი ჩვენი, ვითარცა ბნელსა შინამთიები რაი აღმოხდის და ცისკარი აღიღის და მისი შემდგომად აღმოვდიდი იგი მფლობელი დღისაი. მართლმადიდებლობა თავის არში აერთიანებს ადამიანის პიროვნული არჩევანის პატივისცემას. ეს ის თავისუფლებაა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიკვლიოთ, გვიყვარდეს და ვიყოთ უკეთესები. ასეთი ღირებულებები თანამედროვე ევროპული იდეების საფუძველსაც წარმოადგენს. ევროპის იდეა თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და ადამიანის უფლებაზე. ეს არის იმ საერთო ფასეულობების გაგრძელება, რასაც ჩვენი ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში იცავენ. ჩვენი ეკლესიები ასახავს, როგორ შეიძლება სხვადასხვა კულტურამ და იდეოლოგიამ იპოვოს საერთო ენა, წმინდა ნინოს გზა ქრისტიანობის გავრცელებაში. ბიზანტიური და ქართული არქიტექტურის სინთეზი. ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ტრადიციები და პროგრესი შეიძლება გვერდიგვერდ არსებობდეს. ეს ტაძრები და მათთან დაკავშირებული სულიერი ღირებულებები გვასწავლიან, როგორ დავიცვათ სულიერი თავისუფლება და პატივივცეთ სხვების რწმენას. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ახალ თაობებს უნდა გაუგზიაროთ. მართლმადიდებლობა და ევროპული ღირებულებები შეიძლება ჩაითვალოს საერთო საფუძვლად, სადაც სიყვარულს, თავისუფლებას და ურთიერთპატივისცემას აღიარებენ. რაც შეეხება საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას, ის არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი. შევხედოთ შოთა რუსთაველს, იგი რენესანსული, უნივერსალური ინდივიდუალიზმის განსახიერებაა.
იგი ცხოვრობდა ეპოქაში, როცა სულიერი განვითარების იმპულსები უკავშირდებოდა მხოლოდ გენიალურ მოაზროვნეთა სრულიად დამოუკიდებელ ძალისხმევას. ქრისტიანობა ჩვენთვის არა მხოლოდ სარწმუნოება, არამედ ეროვნული ერთიანობის, კულტურული თვითმყოფადობისა და სულიერი სიძლიერის მნიშვნელოვანი საფუძველი. იგი საუკუნეების განმავლობაში იყო და დღემდე რჩება ქართველი ხალხის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.